ჩვენი რეიტინგის პირველ ადგილზეა ისტორია, რომელიც ბევრად უფრო ბნელია. ისტორია, რომელიც მოიცავს სახელმწიფო დონის ძალადობას, ტერორს და ადამიანურ მსხვერპლს. ჩვენი ქვეყანაც ხომ მსგავსი სამი პრინციპით იმართება? სიძულვილი, ძალადობა, სიცრუე. პირველი ადგილი. ეს არის Eagle Hills-ის მუშაობის მეთოდის სრულყოფილი, სასტიკი და შემზარავი მაგალითი. ეს ისტორია გვიჩვენებს რაზეა წამსვლელი ეს კომპანია და მისი პარტნიორი მთავრობა მიზნის მისაღწევად. სერბეთი. პროექტის სახელწოდება Belgrade Waterfront. Eagle Hills-ის პროექტი ეწინააღმდეგებოდა ბელგრადის ურბანულ გეგმას და კანონმდებლობა საჯარო საერთაშორისო ტენდერს ითხოვდა. 2015 წელს მათ მიიღეს სპეციალური კანონი, რომელმაც ეს პროექტი ეროვნული მნიშვნელობის პროექტად გამოაცხადა. Prostor, nova obala, novi parkovi, fontane, novi hoteli. Mora da ima jedno ekonomsko čvorište. გააუქმა ყველა არსებული კანონი, რომელიც მას ხელს უშლიდა. ეს იყო იურიდიული ჩარჩოს შექმნა წინასწარ შერჩეული ერთადერთი ინვესტორისთვის. მაგრამ ესეც საკმარისი არ აღმოჩნდა. პროექტის ტერიტორიაზე იყო ძველი უბანი, სავამალა, სადაც ხალხი ცხოვრობდა და კერძო ბიზნესები მუშაობდა. 2016 წლის 24 აპრილის ღამეს მოხდა ის, რასაც სერბები დღემდე ტერორის ღამეს ეძახიან. ათობით ნიღბიანმა პირმა, რომლებიც ბეისბოლის ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულნი და მართავდნენ ნომრების გარეშე მანქანებსა და ბულდოზერებს, დაიკავეს სავამალას რაიონი. რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი უკანონოდ ანგრევდნენ ათობით კერძო შენობას. თვითმხილველების თქმით, ნიღბიანი პირები მათ ემუქრებოდნენ, ართმევდნენ მობილურ ტელეფონებს და აკავებდნენ. შეშინებულმა მოქალაქეებმა არაერთხელ დარეკეს პოლიციაში. თუმცა პოლიციას ჰქონდა ბრძანება, არ ჩარებულიყო. ეს იყო სახელმწიფოს მიერ სანქცირებული ძალადობრივი აქტი, რომლის მიზანი იყო პროექტისთვის ტერიტორიის იძულებით გასუფთავება. მოგვიანებით პრეზიდენტმა ვუჩიჩმა აღიარა, რომ გრევის უკან ბელგრადის უმაღლესი თანამდებობის პირები იდგნენ. ამ ტერორს მსხვერპლიც მოჰყვა. 58 წლის სლობოდან ტანასკოვიჩი, ღამის მთავარი მოწმე, მოვლენებიდან რამდენიმე კვირაში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბევრს ჯერა, რომ მთავარი მოწმე უბრალოდ გააჩუმეს. აი ეს არის Eagle Hills-ის წარმატების ნამდვილი ფასი. ეს არის კომპანია, რომლის ბიზნეს მოდელიც გულისხმობს სახელმწიფოს გამოყენებას ძალადობის აღსრულების საკითხებში. სუსტად იგივეს გვირდებით ჩვენს თანამოქალაქეებს. ახლა კი უბრალოდ კითხვა. წარმოიდგინე, რომ გაქვს ბინა. ეს ბინა უნდა გააქირავო. მოდის კლიენტი. გადახედავ მისი წარსულის ისტორიას და აღმოაჩენ, რომ ერთი ბინა გაქურდა, მეორე დააზიანა, მესამე გაასხვისა, მეოთხე დაანაგვიანა და მეხუთეში საერთოდაც პატრონი მოკლა. უყურებ ამ ადამიანს და ამბობ, იდეალურია. შემოიპატიჟებ ასეთ კაცს და ეტყვი, იგრძენი თავი როგორც საკუთარ სახლში. იცით ეს რას მაგონებს? ფინანსურ სამყაროში არსებობენ კომპანიები, რომლებსაც სვავ ფონდებს, vulture funds უწოდებენ. მათი სპეციალიზაცია ცუდის ესხებისა და გაუბედურებული აქტივების ყიდვა. ისინი არასდროს დებენ ფულს ჯამრთელ წარმატებულ კომპანიებში. ისინი ეძებენ კომპანიებს, რომლებიც კოტრდებიან. შემდეგ ისინი მიდიან ამ მომაკვდავ კომპანიასთან და ყიდულობენ მას კაპიკებად. მაგრამ ისინი კი არ ცდილობენ კომპანიის გადარჩენას, მის გამოჯამრთელებას. არა. ისინი იწყებენ აქტივების დანაწევრებას. ანაწევრებენ კომპანიას, ყიდიან მის ყველაზე ძვირფას ნაწილებს, შენობებს, დანადგარებს, მიწას და ამ ნაწილების ყიდვით ბევრად მეტ ფულს შეულობენ, ვიდრე მთლიანად მომაკვდავ კომპანიაში გადაიხადეს. და ბოლოს ტოვებენ მხოლოდ გამოხრულ ძვლებს. აი ეს არის მუჰამად ალაბარი და Eagle Hills. მან საქართველოს აღმოაჩინა როგორც გაუბედურებული აქტივი. შეიძლება შეამჩნიეთ, რომ ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ჩვენ სიაში მოხვდა, სერბეთს, ალბანეთს, ინდოეთს, მონტენეგროს, ერთი რამ აერთიანებს. სისტემური კორუფცია. Eagle Hills-ი არ მიდის გერმანიაში, შვედეთში ან დანიაში. რატომ? იმიტომ რომ იქ კანონი მუშაობს. იქ აქტივები ჯანმრთელია და იქაური მენეჯმენტი არ არის კორუმპირებული. იქ ბერლინის ცენტრში ტერორის ღამის მოწყობას ვერავის შეუკვეთავ. ეს კომპანია არის მტაცებელი, რომელიც ეძებს დასუსტებულ მსხვერპლს. ის ეძებს დემოკრატიულად დასუსტებულ ქვეყნებს, კორუფციით გამოფიტულ მთავრობებს და შემდეგ ის ამ ქვეყნის კანონებს, რესურსებს და მომავალს სისხლივით წოვს.
ის რაც სერბეთში მოხდა არ იყო გამონაკლისი, ეს იყო გეგმა. ის რაც ალბანეთში მოხდა არ იყო შემთხვევითობა, ეს იყო მოდელი. და ის რაც ახლა საქართველოში ხდება, ამ მოდელის იდეალური გამეორებაა. ირაკლი კობახიძე კი ამ სქემაში არის არა ქვეყნის ლიდერი, არამედ უბრალოდ ადგილობრივი მენეჯერი, რომელიც ამ ტაცებელს სახლის კარს უღებს და ეხმარება ყველაზე მსუყე ნაჭრამდე მიაღწიოს. აი ამ ფონზე მოდით ცოტაც ვისაუბროთ გამჭვირვალობაზე, რომელსაც ქართული ოცნება ასე ძალიან ითხოვს. ქოცებმა მიიღეს რუსული კანონი, რომელსაც გამჭვირვალობის კანონი უწოდეს. ამ კანონის დამაზიანებელი შედეგები უკვე მეტასტაზებივით ვრცელდება ქვეყანაში. მე ერთ მაგალითს გეტყვით. რუსთავში ბავშვთა კრიზისული თავშესაფარი კარიტასი იხურება. ეს არის დაწესებულება, რომელიც წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა მძიმე სოციალურ პირობებში და ქუჩაში მყოფ ბავშვებს თავშესაფრით, საკვებით და ფსიქოლოგიური დახმარებით. და რატომ იხურება? დახურვის მიზეზად სახელდება სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის არარსებობა და ევროპელი დონორების გაძევება. ფინანსური მხარდაჭერის გარეშე თავშესაფრის ფუნქციონირება შეუძლებელია. აცხადებენ ორგანიზაციაში. ეს ორგანიზაცია, რომელიც უამრავი ბავშვისთვის სახლი იყო, იხურება იმ საშინელი კანონის გამო, რასაც ქოცებმა გამჭვირვალობა უწოდეს. ამ თავშესაფრის დახურვის შემდეგ ამ ბავშვების ბედი გაუგებარია. ისინი შეიძლება უბრალოდ ქუჩაში დარჩნენ. ხოლო სკანდალურ არაბულ სამშენებლო კომპანიას, რომლის ისტორიაც სავსეა კორუფციით, უკანონო ნგრევით, ტერორით და ფულის გათეთრების სქემებით, არავითარი გამჭვირვალობა არ სჭირდება. საბოლოოდ კი ამ მძიმე ამბების ფონზე ერთი ამბავი თითქოს ცოტა გამოგჩა. არადა ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია. ოქტომბრის ბოლოს თბილისში, ნაძალადევში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა გზა გადაკეტეს. ეს ხალხი 8 წელია სკოლის აშენებას ელოდება. მათი შვილები სხვა სკოლებში არიან მიკედლებულები. მეორე ცვლაში, ზოგი კი საერთოდ ონლაინ სწავლებაზე გადაიყვანეს. და ეს ხდება იმ ფონზე, როცა მათ თვალწინ ირგვლივ მაღალი კორპუსები სოკოებივით შენდება. მშობლები ამბობენ, რომ შენებლობის უფლებაც კი არ იყო გაცემული. ისე დაანგრიეს სკოლა. ახლა წარმოიდგინეთ, ქართული ოცნების ახალი კანონებით ამ მშობლების მიერ გზის გადაკეტვა არის დანაშაული, რომელიც 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. მაგრამ როგორ წარიმართა პროცესი? რამდენიმე დღიანი პროტესტის შემდეგ განათლების სამინისტრო დათმობაზე წავიდა. მათ უპოვეს ფართი და ბავშვებმაც სწავლა განაგრძეს. ანუ პროტესტმა იმუშავა. და აი აქ არის ყველაზე საინტერესო დეტალი, რომელიც შეიძლება ბევრს გამოგჩათ. ხელისუფლების ეს გულუხვი ნაბიჯი, რომელიც წესით მათ იმიჯს ოდნავ მაინც გამოასწორებდა, თითქმის არც ერთ სამთავრობო მედიაში არ გაშუქებულა. იცით რატომ? იმიტომ რომ ამ მდგომარეობაში, სადაც ქოცებს ხან მარჯვნიდან, ხან მარცხნიდან ამოუხტებათ პრობლემები და მთელი მათი პროპაგანდა რუსთაველის პროტესტის დემონიზებაზეა კონცენტრირებული, მათ არანაირად არ აწყობთ იმის ჩვენება, რომ პროტესტი მართლაც მუშაობს. სადღაც მაინც. არანაირად არ აწყობთ იმის ჩვენება, რომ მათი რესურსები უკვე იმდენად გადაწელილია, რომ ერთი ახალი ლოკალური საპროტესტო კერაც კი აიძულებთ დათმობაზე წავიდნენ. ამიტომაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც გინდა შათერიშვილმა გვისურვოს გადაშენება, რაც გინდა პაპუაშვილმა მილიონამდე ემიგრანტს უბრალოდ წაართვას არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეა ბატონ პატრონი, რომელსაც აქვს ნამდვილი ძალა. არა ივანიშვილი, კობახიძე ან რაღაც საეჭვო ოფშორული კომპანიები, არამედ საქართველოს მოქალაქე, რომელიც რაც უფრო მალე გაიაზრებს, რომ ჩვენი ნამდვილი მტერი და დამაქცევარი არა ერთმანეთი, არა განსხვავებული მოსაზრებების მქონე თანამოქალაქე, არამედ მთავრობის კამებზე შეყუჟული მოღალატეების ერთი მუჭაა. მით უფრო მალე იქნება ქვეყნის გადარჩენის შანსი. ტყუილი ვთქვი რამე? და მეგობრებო, სანამ გადაცემას დავასრულებდეთ, მე არ შემიძლია ჩემი მინდიას ახლა აგერძის, ჩემი ძმისა და მეგობრის ახალ გამოცემული კომიქს პოეზიის კრებულიდან, რომელსაც ქვია საუკუნო უკუნი, არ წაგიკითხოთ ერთი თემატური პასაჟი. აქვე გირჩევთ, რომ აუცილებლად შეიძინოთ ეს წიგნი. ვზივარ ასე, ვიცქირები, ჭრიალებენ წისქვილები, ჭილყვავები კაკანებენ, თავს არასდროს გაგანებენ. დღე არ გავაგველეშაპმა, ვინმე რომ არ გაიტაცოს, ჰაუ გვიძახია და ხანდახან ჰაიდაცო. სოფლის თავზე ბოლიადის, ჩვენი ბოლო გოლიათიც, რომ იყო და არ იყო რა, დეპრესიამ ჩაიყოლა. ამიტომაც მეფის კართან
ყველა ვდგავართ მეფის კართან, ყველა ვათევთ მეფის კართან, თვით სახელდობრ მეფის გარდა. დადილიდან საღამომდის, იქნებ გცივა, იქნებ გშია, მაგრამ მეფე არ გამოდის, მნიშვნელოვან ფიქრებშია. გაავრცელეთ ყველგან ასე, იმდენს ფიქრობს ქვეყანაზე, ისე მუდამ და ძალიან, რომ ქვეყნისთვინ არ სალიან. ვაზირებმა ჩიტებს უთხრეს, გადაეცით ყველა კუთხეს, არ გამოგჩეთ მეფის ქება, ქვეყანაზე ეფიქრება. როცა ღვიძავს ეფიქრება, როცა ზინავს ეფიქრება, ტუალეტში საათობით როცა ქრება ეფიქრება. ამას ფიქრიც აღარ უნდა, ხვედრი ჩვენიც არის ასე, ქვეყანაზე ფიქრობს მუდამ, კერძოდ შვეიცარიაზე. მოკლედ ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. ჩვენ შევხვდებით შემდეგ კვირას. მადლობა რომ გვიყურებთ, გვიკომენტარებთ, გვალაიქებთ. ჩვენ ყველაფერს ვკითხულობთ და მადლიერებით ვივსებით. დროებით.